როდესაც საქმე ეხება კარმულ ასტროლოგიას, მხოლოდ კარმული კვანძები არაფერს არ წყვეტს. როდესაც სრულად აკეთებ კარმულ ანალიზს, ესე ვთქვათ, რუკისას, იმიტომ რომ კარმული ანალიზი ჩვენთვის არის ორნაირი, არის კარმა, რომელიც წინა ცხოვრების ზეგავლენას სწავლობს ამ ცხოვრებაზე, რამდენად წინა ცხოვრების კარმა მოქმედებს ამ ცხოვრებაზე და გიშლის ხელს, ან გეხმარება, რაც იშვიათად ხდება. ან მეორე ვარიანტი, როდესაც ამ ცხოვრების კარმა სწავლობს. ამ ცხოვრების კარმა შედარებით უფრო მარტივად გასაგებია. იმიტომ რომ ანუ კონკრეტულ რუკას აანალიზებ და მორჩა, ეს არის, რაც არის ჩვენ ვიცით რომ კარმის 4-ნაირი სახეობა არსებობს, 4 სახეობა და ჩვენ ამათგან შეგვიძლია გავაანალიზოთ მხოლოდ ერთი ამ ცხოვრების კარმა, რასაც ჩვენ ახლა გავდივართ და შეგვიძლია სულ ცოტა ინფორმაცია მოვიპოვოთ წინა ცხოვრების კარმაზე. ესეც ყველა რუკაში არ ჩანს, არის კონკრეტული რუკები, სადაც ჩანს, არის კონკრეტული მაჩვენებლები, რომლებიც ანახებს, რომ წინა ცხოვრების კარმას აქვს კონკრეტული გავლენა ამ ადამიანის რუკაზე და შემდეგ ხდება ამ რუკის ანალიზი კარმული საფუძვლიანად. თვითონ მაჩვენებლები არის ძალიან ბევრი, ეს არ არის მხოლოდ კარმული კვანძი და ლილიტი, ეს არის სტაციონარული პლანეტები, რეტროგრადული პლანეტები, პირადი პლანეტები, გოკლენის ზონა, კონკრეტული დამწვარი და ესე ვთქვათ, დამწვარი გზა და ნათელი გზა, მთვარის და მნათობების კავშირები, კიდევ რა არის პლანეტა შახტაში, ჩართული ნიშნები, კონკრეტული მინორული ასპექტები, კონკრეტული ფორმულები. ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, მაჩვენებელი სჭირდება იმას, რომ რეალურად სრულყოფილად მოხდეს კარმული ანალიზი რუკაში და პლუს ამას ფასდება იგივენაირად კარმული გავლენა დადებითი არის თუ უარყოფითი რუკაში, ამასაც კონკრეტული ასპექტების, კონკრეტული მდებარეობები ფასდება ბალებით და შემდეგ ჩამოიწერება უკვე ანალიზში, რომ კონკრეტულად რომელ პლანეტას რამდენად დადებითი კარმული გავლენა აქვს და რომელ პლანეტას აქვს ნეგატიური კარმული გავლენა. შესაბამისად, ერთიანობაში კარმა დადებითად არის თუ ნეგატიურად გამოხატული რუკაში ამას გავიგებთ. ეს ანალიზი არის ცალკე ანალიზი ჩვენს სერვისებში, ესე ვთქვათ. მაგრამ არ ხდება ყველას რუკაში, იმიტომ რომ ყველა რუკა არ არის კარმულად დატვირთული. ნებისმიერ სირთულეში რომ ადამიანს გონია, რომ ეს ალბათ კარმა არის, რეალურად ესე არ არის. შესაბამისად, სანამ ამ სერვისს შევუკვეთავ, ჯერ უნდა ნახო რუკა, რამდენად არის კარმულად დატვირთული და შემდეგ უკვე ხდება კარმული ანალიზი, თუ რუკა არის კარმულად დატვირთული.